დაიწყო ფინალური დაპირისპირება 86 კილოგრამი ავთანდილ კენჭაძე წითელი ფორმით არიელ გაფრინდაშვილის თბილისელი სპორტსმენის წინააღმდეგ კენჭაძე ამბროლაური. პირველი წუთები იყო, ვერ ვიტყვით რომ თლად დაზვერვითია, საკმაოდ ინტენსიურად ცდილობენ მომგებიანი პოზიციის შერჩევას მეტოქეები. თუმცა ჯერჯერობით დილეთამდე არ მისულა საქმე, მაგრამ ჯერ გაიშვიებს საჯმა ხელი გაფრინდაშვილის მხარეს. კი ბატონო, ინიციატივა პირველივე წუთებიდან გახლავთ კენჭაძის ხელში. და ბოლო გაფრთხილება მიიღო მან ახლა შემდეგ გაფრთხილებაზე შემჩნევაზე უკვე 33-ს ჩაუვთა. პირველი წუთიც იწურება, ამოიწურა უკვე დაიწყო მეორე წუთი. არ მგონია რომ ვთქვათ კენჭაძე ელოდებოდეს მეტოქის აი ამ პასიურობისთვის ზოის ჩართვას. დაფრინდაშვილიც კარგად იცავს ამ საწყის წუთებში თავს და აი ჩაურთეს უკვე 20 ნახევარი გავიდა და ჩაურთეს დაფრინდაშვილს. 30 ტარიელ გაფრინდა. რაც იმას ნიშნავს რომ თუ კი 30-ში მან ქულა ვერ გააკეთა, მაშინ ქულას მიიღებს უკვე კენჭაძე, რომელმაც სადა ახლა შესულა ფეხით თითქოს დაუჭირა, მაგრამ ძალიან კარგად ჩაუჯდა კონჩეტევაზე გაფრინდაშვილიც და საჯმა წამოაყენა დგომში მეტოქეები. 15 წამი გავიდა იმ საჯარი 30 და შემდეგ ჩავლების აღებას ვცდილობდა მეტოქის ბეჭებზე, კენჭაძე შემდეგ ფეხებში შეუტია. 1-0 დაწინაურდება ავთო. გავიდა ის 30 წამი. კი ბატონო, ერთი ქულას უკვე მიიღებს კენჭაძე, დაეწერა ეს ტაბლოზე. მესამე წუთი დაიწყო პირველი ნახევრის. საჯმა ახლა კენჭაძესაც მოუწოდა გააქტიურებისკენ. აი ძალიან კარგად ჩავიდა კენჭაძე და ფეხი აუღო, მაგრამ აქ ახლა კონჩეტევას თუმცა და კენჭაძემ გადაიყვანა. თითქოს კონჩეტევას და თავსუგან გადაგდებას ცდილობდა გაფრინდაშვილი, მაგრამ კენჭაძემ ძალიან იოლად გადაიყვანა და დააფიქსირა ჯოგჯენი. იქ მართალია ვეღარ დაატრიალა, თუმცა 3-0 გახლავთ ეს უპირატესობა პირველი პერიოდის დამთავრებამდე ჯერ 14 წამია კიდევ დარჩენილი. დამთავრდა პირველი პერიოდი 3-0 გახლავთ ავთანდილ კენჭაძის სასარგებლოდ ანგარიში. შემდეგი იქნება ჩვენ ხალიჩაზე უკვე გადავალთ თქვენ მძიმე წონაზე 97-ზე რამინ გულიტაშვილი საჩხერე და დაჩი ფიროზაშვილი თბილისი. ხოლო ხალიჩაზე გიორგი ხუციშვილი თბილისი და ანდრო მარგიშვილი ქარელი. შეგახსენებთ რომ მარგიშვილიც ახალი გადმოსულია ამ წონაში. აქ კენჭაძეს აი გიორგი მეშვილდიშვილიც უსის ერთ-ერთ სეკუნდანტად ოლიმპიური პრიზიორი აზერბაიჯანის ნაკრების წევრი. და ფინალი იქნება ხმერებ სულეიმანიშვილი და ირაკლი მწიფური. იწყება ჩვენთან მეორე პერიოდი. შეგახსენებთ რომ პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში გახლავთ 3-0 ავთანდილ კენჭაძის სასარგებლოდ. აი კიდევ ერთხელ სადამ ფეხში შესვლა, თუმცა ამჯერად გაექცა მეტოქე. აღარ დაანება ფეხი. მეორე მცდელობაც და აქ ახლა კონჩეტევაზე თითქოს კარგი ფეხი გამოსდო ახლა ეს ილეთი შეასრულა გაფრინდაშვილმა და შეფასება როგორია 4 ქულიანი იყო რა თქმა უნდა 4 ქულიანი რაღაც შუა გაუვის მსგავსი იყო. თუმცა აქ მთავარმა მსაჯმა ეს ყაზახი მსაჯი არის თავიდან 2 ქულა აჩვენა და აიხლაც კენჭაძის ბანაკი აპირებდა ჩელენჯის შემოგდებას, მაგრამ გაჩერდა.
კიდევ შუაკაურის წელობა და გადაძალა ეხლა თავს კრიტიკულ სიტუაციაში ყავდა ეხლა კენჭაძეს მეტოქე მიიღო ამაში 4 ქულა კიდევ ერთხელ შეიცვალა ლიდერი 7-4 წინავე ავთანდილ კენჭაძე შვენიერი ეპიზოდები ერთიც და მეორეც 2-4 ხულიანი გდება ერთმანეთის ხო აღარ შემოგვდებენ რა თქმა უნდა ჩელენჯს ამ ყველაფერს კარგი იქნებოდა დრო რო ქონოდა ეხლა გამეორებით გვენახა ის ერთი შუაკაური გაფრინდაშვილის შესრულებელი გაფრინდაშვილის მცდელმა ემზარ ბედინეიშვილმა მაინც შემოაგდო ეს ჩელენჯი საპროტესტო აბრა კი თავისივე ილეცე დავარდა ეხლა ნამდვილად კი ბატონო დგომში გაფრინდაშვილი აი ბოლო ორი ეპიზოდის უნახავთ გამეორებით იქნება ძალიან კარგი თვითონაც პირველ პერიოდში ფეხის დახმარებით ამ ეპიზოდიდან კარგად ისარგებლა თუმცა აქ ეხლა კონჩეტევა დაუხვედრა მას კენჭაძემ აი ეს ცოტა შორიდან დავიწყეთ ეპიზოდი აი აქედან შეასრულა გაფრინდაშვილმა შუაკაური დაიწყო და შემდეგ ეს მეორე ეპიზოდია კიდეც შემდეგ დახურა ის ზემოდან ფეხის გამოკრას შიგნიდან გამოკრას ეხლა წაპირებდა მაგრამ უკვე კენჭაძე ძალიან მომზადებული ეს იყო ეპიზოდი რომელშიც 4 ქულა მიიღო კენჭაძემ თუ ნახავთ აი ამის წინა ეპიზოდს კიდევ უკეთეს თუმცა მოდი გადავდოთ ეს არ დააკმაყოფილეს ჩელენჯი და 1 ქულა მიიღო ისევ კენჭაძემ უკვე 8-4 დაწინაურდა ავთანდილ კენჭაძე 7-4 ისედაც იყო 1 ქულა მიიღო და 8-4 დაწინაურდა წუთი და 50 წამია შეხვედრის დამთავრებამდე ძალიან საინტერესო ფინალი არის რასაც მოველოდით ზუსტად ისეთი სანახაობრივი და შემტევი თუმცა ახლა ალალად ვიტყვი მე კენჭაძისგან მოველოდი ასეთ ჭიდაობას მაგრამ აი გაფრინდაშვილისგან ასეთი 4 ქულიანი და ისეთი კარგი მომენტი არ მქონდა ამის მოლოდინი აქ ისე ცირე პაუზა გვაქვს დაწუნებული ვარ კიდევ იქნება ილეთები აი ბოლო წუთზე წუთი და 13 წამი დარჩენილი შეხვედრის დამთავრებამდე უფრო დაბალი დგომი მიიღო ეხლა კენჭაძემ აღარ უშვებს შუაკაურზე მეტოქეს ინაღა მოძრაობაზე დაიჭირა ჩავარდნაზე გაფრინდაშვილმა ბოლო წუთი ხა რაღაც კენჭაძეც მეგონი უფრო დროის გაყვანას ცდილობს ვიდრე შეტევას ну ისე აქტიურად იცავს თავს შეგვიძლია ესე ვთქვათ აი ბოლო ძალები მოიკრიფა ეხლა გაფრინდაშვილმა 40 წამი შეხვედრის დამთავრებამდე 8-4 ანგარიში 1-4 ხულიანი გადაარჩეს ამ შეხვედრას ადვილი სათქმელი არის მაგრამ ამ შეხვედრაში ისეთი 4 ხულიანები გაკეთდა over ვიფიქრებთ 25 წამი აი აქ შედიოდა ფეხში მაგრამ მოუარა მაინც უფრო მოსალოდნელი იყო რა თქმა უნდა კენჭაძის კონჩეტევა ვიდრე გაფრინდაშვილის 4 ხულიანი ნებისმიერ შემთხვევაში გაფრინდაშვილს ხება ეკუთვნის რა თქმა უნდა ერთ-ერთი საუკეთესო ილეთი გვაჩვენა დღევანდელი ისე ძალიან კარგი კონკურენცია გაუწია მეორეც სადა მაგრამ უბრალოდ ღონით აჯობა კენჭაძემ ღონით და ალბათ უფრო ილეთის შეგრძნებითიც ხო 10-4 ავთანდილ კენჭაძე ხდება საქართველოს ჩემპიონი 86 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ერთხელს მედალს იღებს არიელ გაფრინდაში და ჩვენ